სათაფლიაში პრაქტიკულად დასრულდა ახალი ტურისტული კომპლექსის მშენებლობა. განახლებული ტურისტული ბილიკი პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს თავის უმცროს ვაჟთან ნიკოლოსთან და დედასთან გიული ალასანიასთან ერთად გაიარა. სათაფლიაში რამდენიმე ახალი კომპლექსიც აშენდა, მათ შორის ამფითეატრი, ახალი კაფე, გადაიხურა დინოზავრის ნაკვალევი. პროექტი კომპანია ბიპიმ და გარემოს დაცვის სამინისტრომ განახორციელეს. სულ სათაფლიის რეაბილიტაციისთვის 6.700.000 ლარი დაიხარჯა. კომპლექსი სრულად 10 დღეში გაიხსნება. მარტო ქუთაისში არ ვაშენებ მთავრობის სახლს, პარლამენტს. ეს ყველა უნდა მეგობრებო, ყველა უნდა ხედავდეს, რომ ეს პროექტი არ არის მარტო იმისათვის, რომ რაღაც რაოდენობის პარლამენტარები ან მინისტრები გადმოვიდნენ აქ სამუშაოდ. ეს არის იმისათვის, რომ საერთოდ მთელი გარემო, ყველაფერი გარშემო შეიცვალოს, ყველაფერი შეიცვალოს, ხალხს გაუჩნდეს შემოსავლის წყაროები, ხალხს გაუჩნდეს დასაქმების წყაროები და დასაქმება არსებობს სხვადასხვანაირი. მათ შორის არსებობს დასაქმება, რომელიც ეხება სამუშაო ადგილების შექმნა, საწარმოების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და ამისაც უნდა იყოს ინფრასტრუქტურა. ქუთაისს აქვს წარმოუდგენელი ტურისტული ინფრასტრუქტურა გარშემო. იმისაც რომ ხალხმა გახსნას გასტუმროები, კაფეები, ჩამოვიდა ასობით ათასი და მილიონობით უცხოელი ტურისტი და ეხლა მე ამასთანაც ხოჭოს ვიყავი მარაკეშში. მარაკეშში აქვს ზუსტად იგივე ბუნება, რო შეხედო მთებს, სიმწვანე ნაკლები, კლიმატი ისეთი როგორც ქუთაისში და არის მსოფლიო ერთ-ერთი დიდი ტურისტული ცენტრი. და ამან დამანახა კიდევ ერთხელ, რომ ზუსტად იგივეს გაკეთება შეიძლება და ბევრად უკეთესიც აქვს. იმიტომ რომ მაგალითად ასეთი მღვიმეები იქ არ არის. ასეთი საჭმელი არის კარგი საჭმელი მაროკული, მაგრამ ჩვენი საჭმელი სხვანაირად კარგია და ქუთაისში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საჭმელი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში და სუბართ მოყოლეობის განსაკუთრებული კლასი და ისტორიის ძალიან ძელი შლეიფი. ამიტომ ამ ყველაფერს და სათანადოდ კაპიტალიზაცია გამოყენება. იმიტომ კი არა მარტო ჩვენ გვიხაროდეს და ჩვენ თვალს ახარებდეს. იმისათვის რომ ამ ყველაფერმა მოიტანოს შემოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ოჯახისთვის, რომელიც აქ ცხოვრობს. აი ეს არის აზრი ქუთაის მეორე დედაქალაქად გადაკეთების და არა უბრალოდ მარტო თავის მოწონება და ქუთის ყავარზე გადაება. გარდა დინოზავრის ნაკვალევისა და მღვიმისა, ყველაფერი სიახლეა დანარჩენი. აქ არის მუზეუმი, ამფითეატრი, ვიზიტორთა ცენტრი, სასტუმრო, კაფეტერია, მღვიმი აბსოლუტურად განახლებულია, განათებით ხმით, მთელი ინფრასტრუქტურა დაწყებული წყლით, დენი, ყველაფერი აბსოლუტურად ახალია. BP-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი საინტერესო პროექტის მხარდაჭერა. აქ შექმნილია სრულყოფილი ინფრასტრუქტურა როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის. ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტ სააკაშვილის ხედვას ამ პარკთან დაკავშირებით.